ვისაც გინდათ ნამდვილი მექსიკური ლობიო მოამზადოთ რომელი ფილმიდან ხო ნახეთ აი ვისაც გინდათ სანდროსგან ნამდვილი მექსიკური ლობიო მოამზადოთ სიმინდით ბოლომდე უყურეთ ვიდეოს ნახეთ როგორია ნამდვილი მექსიკური ლობიო მიყვარხართ მოგესალმებით აი ბევრი რომ მეკითხებით ხარ სანდრო რატო აღარ აკეთებს კერძებსო აი დღეს სად დაიკარგა ეს კაციო ბუნების წიაღშია ნახეთ და რას გვიმზადებ სანდრო დღეს რაღაცა აი ძალიან შემბავშვობაში იყო ერთი ვესტერნი ეგეთი მინა ზაუდ ტროიცა ქვია ფილმს ხო ანუ იმქია სამება ქართულად რომ ვთქვა იმაში შედის ერთ-ერთი მოკლედ ეს პერსონაჟი მთავარი პერსონაჟი ვესტერნის ხო და ლობიოს მოუტანენ იმაში რა ქვია ტაფაში გაკეთებულს რაღაცნაირად ეს მექსიკურად და მე დავუგლე ხო ეს ინგრედიენტები ყველაფერი რაც იყო ყველაფერი ზუსტად იმ ფილმში როგორც არის როგორც არის ზუსტად ისე მინდა ხო არაფერი ზედმეტი ხო და რა დაგჭირდება დაგჭირდება ამისთვის თეთრი ლობიო ნახეთ როგორი ლობიოა წინასწარ გვაქვს უკვე ჩაყრილი დაკონსერვებული და სიმინდის კონსერვი დააყარე უკვე დააყარე ხახვი რამდენი თავი ხახვი 4 თავი გავუკეთე წითელი ხახვი კარაქი დაგჭირდება ტომატი გადვებილი ის არის რა ქვია ეს რა გაქაქა ეს არის დაკონსერვებული პომიდორი ესეც ეს არის პაპრიკა თეოსუნელები და ისე გვითავდი მაგ სტატი და თეო შენ გასაგონად ამბობს და თეოსუნელებზე მიაკითხეთ მეველეს 3 ნომერში ნავთლუხის ბაზარი და ვაგზალზე წინამძღვრიშვილის 194 ნომერში და ეს რა არის ეს არის დაჭრედილი ნიორი 4 კბილი ქინძი ცხარე მწვანე ოხ სილამაზეები შემოიტანა ეს ზეხვეული ამის garaშე ეს კერძი არ კეთდება და ვამზადებთ რა თქმა უნდა კარაქით და ვამზადებთ ეხლა მითხარი ეს ხო მაინტერესებს ეს ფუსფუსები ეს შენ მოხარშე ეს ლობიო თუ მოხარშე ვიყიდება არა დაკონსერვებული ლობიო ვიყიდე იმიტომ ესე მალმალე ამზადებ უცებ გასაგებია პირველ რიგში რას ვაკეთებთ ბატონო სანდრო პირველ რიგში ვანთებ ტაფას გას რა თქმა უნდა და ხო გავტაფას კი ბატონო შემდეგ ჩამოვაჭრით კარაქს კარგად ვარიანად ისე ხო იცი ნუ რა თქმა უნდა ლობიო ამერიკული ჯიშია და ამერიკული კულტურაა და ამერიკიდან შემოვიდა საქართველოში მაგრამ აი ბაბუაჩებ ჟურა ახალაძეს არ უყვარდა არ უყვარდა დაიწვას მაგის ძირიო ამბობდა ხო აი ეჯავრებოდა იმიტომ რომ ხორცისტი იყო მეც ხო ხორცისტი ვარ ძალიან მარგებელი პროდუქტია და ამიტომ რა ვიცი სხვათა შორის ამბობენ რომ ხორცზე მეტი ცილა ლობიოშიაო და დამტკიცებულიც არის მეცნიერები ამას ამტკიცებენ და ძალიან მართლაც ძალიან სასარგებლო რა თქმა უნდა თუ ზომიერად ეთყობა ბაბუაჩემ ჟურა ახალაძეს ზედმეტად ბევრი აჭამეს აცხრმოს ხახუს აყრის ეს სცენარი რა სილამაზეა სანდრო ბუნების წიაღში ამზადებს ცოტა ხანში თუ არ გაიკეთება თუ ჭკვიანად არ მოიქცევი ამასაც ჩამიყრი გაიკეთება ხათულა კარაკი გადავედი აღარ მჭირდება კი ბატონო კაი ბლომად კარაკი ჩააგდე როგორც სადღაც 100 გრამი თუ მეტი კიდე 100 გრამი ხო 100 გრამია არა 80 150 არა რა 150 80 გრამამდე იყო ხო შეიძლება დამჭირდეს ახლა კარაკი ეს ამაზობაში დავჭრათ ჩვენი ძეხვეული აჰა აქ რა გაქვს ეს არის ძეხვეული შესაძლოა ძეხვი არის ესა ხა რეკლამა სპეციალურად არა არის საჭირო ხო იმიტომ რომ არ არის საჭირო ნამდვილად ესე და ჭრით აი ესე მამაკაცები რო ჭრიან ისეთ ნაჭრებად ჭრით თუ წვრილად არა ძალიან წვრილად არა აი ცოტა ისეო თან გამოუშვას თავისი ყველაფერი ესენი არომატები და კი ბატონო სხვათა შორის ეს დაფასაჭრელი ლილოში რო გიორგია ჭურჭელი რო აქ იმან მაჩუქა წლების წინ და ძალიან კარგად ხმარობს სანდრო როგორც ვატყობ ესე იგი დავჭრით ამას და დაგიბრუნდებით ვიდეო რო ძალიან ხახვთან მოიბრაწება უბრალოდ ხახვი რო კარამელიზირდება ამას პაშაში გასაგებია
ხო სანდრო რას აკეთებ ხა? კარამელი ძირდა ჩვენი ხალხი და ეხლა ჩავამატოთ. ზეხვეული რამდენიმე სახის იყო, ხო? ორი სახის ზეხვეული იყო, ხო. შესაძლოა იყო ერთი და ერთი იყო ეს დაპრესილი სენი რო იყიდება რა ქვია, ვიჩინები რო იყიდება. და უნდა მობრაწო მაგასთან ერთად როგორც მივხვდი. ამასთან ერთად კი ბატონო. გასაგებია. ცოტა ხანში შეგახედებთ რას გააკეთებს. ამასობაში მოიბრაცა როგორ სასწაულა. ამასობაში მოიბრაცა და ეხლა დავაყავ პატრიკა. მე მგონი სულ დაჭირდება ალექსანდრო. ფერისთვისაც და ცოტა სამი ჩაის კოვზი, ხო? სამი ჩაის კოვზი სამარეს. ეხლა ჩავაყავოთ ლობიო და სიმინდი. რაღაცა ძალიან გემრიელი იქნება, სანდრო ასე მგონია. არა, მე უგემური როდეს. არა, როგორ გეკადრებათ. და ამოურევს. უკვე ლამაზია. საბოლოო ვარიანტს გაჩვენებთ ჩემო საყვარელო გამომწერებო, რა გამოვა. და ახლა ჩავასხოთ ჩვენი ეს არის უბრალოდ ტომატს მიაკ ჩემი სახლი, სანდრო და მაინც ყიდულ. შენ ვინახარ. აღარ გავაკეთებ პამიდორს. მაცივარში ხო ტომატი. სავსემა განჯინაში. არა, მაცივარში მინდა, მაცივარში ტომატი. ხო, მაცივარშიც არის. და ამოურევს კარგად და დაგიბრუნდებით. რა ქვია ამ კერძს? მექსიკური ლობიო. სანდროსგან. დაჭირდა ეხლა ხათოი. ტომატი სახში მქონდა, ამის თანატომატი. და იყიდა. ნახე, დაანახე როგორი მაგარია. ნახე, დაჭირდა ეხლა ჩემი ტომატი და გაახსენდა რომ თურმე სახში აქვს ტომატი. ოი, სანდრო. მომაცილებელი. კი ბატონო, და დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. და ბოლო შტრიხები. ბოლო შტრიხები არა, 10 წუთი გავაჩერე ლობიო იმაში, რა ქვია, ტომატში ესე მდგომარეობაში, მხოლოდ იმიტომ რომ მთელი ეს გემები შეუძლეს. აქ არის 4 კბილი ნიორი დაჭრილი. და ბოლოსკენების საქმე. ციცაკა ბლომა და ჩააჭრა, იმიტომ რომ მექსიკურია და უნდა იყოს მწარე. და შემდეგ გავსინჯოთ კიდევ 10 წუთი. 5-6 წუთი და ბოლოს მწვანილი. სხვა არაფერი არ უნდა, ხო? და გაჩვენებთ თეფშზე როგორ გადმოვიღებ, გაჩვენებთ ამ სილამაზეს. და ალბათ ფერს ხედავთ და სილამაზეს. და ბოლო შტრიხი. წვანილი ბლომად. მწვანილებში რა არის, სანდრო? მარტო კინძი. და 5 წუთიც და გაჩვენებთ საბოლოო შედეგს. ბოლო შტრიხი. ნახეთ რა სილამაზეა. ჯადოქარი ხარ, სანდრო, ჯადოქარი.